ევროპა კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვის. საფრანგეთსა და ესპანეთში ვითარების მეტნაგლები დასტაბილურების შემდეგ ახლა ხანძრის ყველაზე მასშტაბური კერა საბერძნეთშია. ბერძენ მეხანძრებს მასშტაბურ სტიქიასთან ბრძოლა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უწევთ. ავიაციის ჩართულობით. ოპერაციაში მონაწილე 2 ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთ-ერთის ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა. ავიაკატასტროფამ დანიელი და ბერძენი პილოტების სიცოცხლე იმსხვერპლა. მანამდე ხანძართან ბრძოლისას დაიღუპა 3 მეხანძრეც. პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ქვეყანაში იწვის როგორც ტყის მასები, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ძლიერი ქარის გამო ცეცხლის გავრცელების ტემპები მაღალია. გავრცელება ემუქრება როგორც დედაქალაქ ათენს, ისე მახლობელ სოფლებსა და ქალაქებს. შაბათს ახალი კერა კეფალონიაში გაჩნდა. პელოპონესში კი ხანძარი გაფართოვდა. განსაკუთრებით რთულია ვითარება პორტო გერმანოს მიმართულებით. ხანძარი ძალიან ძლიერია, ეკიპაჟები მუშაობას უწყვეტად გრძელებენ. საქმეს შტორმის სიმძლავრე ართულებს, ქარი კვლავ უკიდურესად რთულ პირობებს ქმნის. ამის გამო ხშირ შემთხვევაში საჰაერო სახანძრო საშუალებებს ძლიერი ტურბულენტობის გამო არც წყლის აღება და არც მისი გამოფრქვევა შეუძლიათ. საფრანგეთში ჟირონდის დეპარტამენტში ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა. სიტუაცია დაძაბული რჩება ვარის დეპარტამენტში. ბოლო 10 დღეში სტიქიამ 42,000 ჰექტარი ტყე გადაწვა. 220,000 ევაკუირებულიდან სახლში დაბრუნება ჯერ მხოლოდ 208,000-მა შეძლო. საფრანგეთში ხანძრის შედეგად პარიზის ფართობზე 4-ჯერ დიდი ტერიტორიაა დამწვარი. არის ადგილები, რომელსაც ვეღარც კი ვცნობ. აქა-იქ მხოლოდ პატარა დეტალები მახსნებს თუ რა იყო აქ ადრე, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი სრულად ამოუცნობია. ვეღარც კი მივხვდები ვინსაც ცხოვრობდა. ესპანეთში კი მასშტაბური ტყის ხანძრების გავრცელება ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საგანგებო სიტუაცია უკვე გაუქმდა, თუმცა პატარა კერებთან მეხანძრეები ყურადღებით რჩებიან. ევროპა ამ დრომდე ყველაზე ცხელ კონტინენტად რჩება. მაღალი ტემპერატურა და სიმშრალე ხშირი ხანძრების მთავარი წყაროა. კლიმატის ცვლილებამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არა მხოლოდ ხანძრების, არამედ გაუსაძლისი ტემპერატურის გამო.